ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში კოტე ფორჩხიძე. ბატონ კოტე, ძალიან დიდი მადლობა რომ მონახეთ დრო და მოხვედით და ძალიან ისეთი საშიშ ფაზაში გადადის მე მგონი სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში, იმიტომ რომ მას შემდეგ რაც ვთქვათ ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების ტანდემმა გამოსალმა სიცოცხლეს ირანის სულიერი ლიდერი გავრცელდა ინფორმაცია რომ მთავარი რაბინი ისრაელის გაანადგურეს უკვე ირანის მხარემ გაანადგურა ეს რაღაც ორმხრივი სასაკლაო არის მოწყობილი და თითქმის ყველა მიცის ვინ ვის შემდეგ რაელის ან ბოდიში თქვენ გელით სიკვდილიო დაახლოებით ესეთი აქ არ არის რა თქმა უნდა სასაცილო და იუმორისტული მაგრამ დაახლოებით აი ესეთი სიტუაცია არის შექმნილი სამწუხაროდ ამასთანავე შევიტყვეთ რომ ჯერ ისედაც ვიცოდით რომ ირანი ბომბავდა ნავთობისა და გაზის ენერგოობიექტებს ახლო აღმოსავლეთში ანუ ისლამურ ქვეყნებს და პრინციპში ტრამპმა გააკეთა კიდეც მინიშნება რომ ჩვენ არაფერ შუაში არ ვართ ეს ირანი გბომბავთ თქვენ მიაღწევს თუ არა იბადება კითხვა მიაღწევს თუ არა აი სუნიტური სამყაროს ამხედრებას ირანის წინააღმდეგ აი საომარი მოქმედებები ანუ ირანის საპასუხო რეაქციები და ბოლოს და ბოლოს აქვს თუ არა პოტენციალი ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის ტანდემს რომ მიაღწიოს თავიანთ მიზანს ირანის სახელმწიფო იმ სახით როგორთაც დღეს არსებობს რომ განადგურდეს და რომ ის შეიცვალოს და კიდევ დასავლური პრესა ევროპული პრესა მიიჩნევს რომ აი ამ ომში ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელისა და ირანისა გამარჯვებული გამოდის პუტინი. მიყვეთ თანმიმდევრობით რას ნიშნავს, როდესაც უკვე ერთმანეთის სასულიერო ლიდერები მოუკლეს მხარეებმა. მოგესალმები კიდევ ერთხელ და უერთდები თქვენს ასე ვთქვათ სამძიმარს უთხოვდებს სრულიად საქართველოს ეპოქალური პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების საგამო. მინდა სანამ თქვენ კითხვებს უპასუხებ ორიოდე სიტყვა ვთქვა ამ თემასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გარდამტეხი პერიოდია საქართველოს შემდგომი სულიერი ცხოვრების ასე ვთქვათ იმ გზაზე, რა გზასაც ადგას საქართველოს თითქმის 1700 წელია ხო ქრისტიანობის გზას გულისხმობ მხედველობაში. ამ 3 დღის განმავლობაში ჩვენ დავინახეთ სიყვარული არა მარტო ეპოქალური პატრიარქის მიმართ ქართველი ხალხისა, არამედ დავინახეთ ის რომ რამდენად ძლიერია ფესვი მართლმადიდებლობისა საქართველოში დღეს. დავინახეთ თუ რამდენად ძლიერია ტოლერანტული ქვეყანა დღეს. ხა გუშინაც აღნიშნე საოცარია ცოცხალია ეს საქართველოს მოქალაქე მუსლიმმა საძმომ როდესაც მათი დღესასწაულია დღეს უარი თქვეს ფაქტიურად აი ამ დღესასწაულის ჩატარებაზე პომპეზურად ჩატარებაზე ეს არის უდიდესი პატივისცემა. უდიდესი პატივისცემაა ის რომ მუსლიმური სამყაროს ლიდერები და არა მარტო მუსლიმური სამყარო უსვავ ხაზს ამას მე იმიტომ რომ საქართველო იყო და განსაკუთრებით პატრიარქის ეპოქაში ის ჩამოყალიბდა როგორც შემწყნარებელი ასე ვთქვათ ტოლერანტობის გამსაზღვრელი რელიგიური მართლმადიდებლური ფაქტურად მართლმადიდებლური ეს ტოლერანტული საფუძვლები როგორც უნდა იყოს ქრისტიანი როგორც უნდა იყოს ნამდვილი ქრისტიანი კი ბატონო და თვითონ პატრიარქი იყო ამის განსახიერება ის უდიდესი პატივისცემით სარგებლობდა მუსულმანურ სამყაროში და განსაკუთრებით ჩვენს სამეზობლოში მის მეგობარი იყო ალახშუქურ ფაშაზადე იცით კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს უფროსი რომელიც აპირებს ჩამოსვლას და აპირებს დასწრებას პატრიარქის დაკრძალვის დღეს საქართველოში. არ ვიცი ეს სიტყვები არ ყოფნის თუ რამდენად თავისი გარდაცვალებითაც მან შეაკავშირა და შეადუღა ფაერი
ჩვენ უყურებთ ამას. როგორი სიმშვიდეა, როგორი სიმშვიდეა, როგორი სიწყნარეა, როგორი მორჩილება და აი აქ ჩანს ქართული ხალხის ბუნება, მინდა გითხრათ, რა ძალიან კარგად იკვეთება ეს ყველაფერი და ეს არ არის დასანახავად დადგმული, პომპეზური, ასე ვთქვათ, სპონტანურია ეს ყველაფერი და ეს აჩვენებს დასავლეთის სამყაროს. თუ რამდენად ძლიერია საქართველო და ეს ხას უსვამს იმას, თუ რა მოიყვანა ეს ქვეყანა დღემდე. ეს მათ გასაგონად, ვინც ცდილობდა და ცდილობს საქართველოში ეკლესიაში მის მართლმადებლურ, ასე ვთქვათ, მრწამსში შეიტანონ განხეთქილება და დააკნინონ მართლმადებლური ეკლესია. აღარაფერს საუბრობ სოფლიო პატრიარქის განწყობაზე და არაფერს საუბრობ რუსული მართლმადებლური ეკლესიის, ასე ვთქვათ, მიერ გამოთქმულ შეფასებებზე და ევროპული მართლმადებლური სახელმწიფოების მიერ გამოთქმულ შეფასებებზე. დასრულდა დიდი ეპოქა და ჩვენ დაგვიტოვა იმედი და ეს იმედი ალბათ საუკუნეების განმავლობაში არ მოიშლება, მინდა ვთქვა. არ მოიშლება, იმიტომ რომ ვერ შეძლებენ ისინი ქართველობის და მართლმადიდებლობის ამოძირკვას საქართველოში, ვისაც ეს გაუხდია თავის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად. ჩვენ არა ერთხელ გვისაუბრია ამის თაობაზე და ალბათ ეხლა უბრიანი არ იქნება ამ თემის გაშლა, მაგრამ ამაზე საჭიროა მსჯელობა და საჭიროა საუბარი. თუ რა სიტუაციაა დღესდღეობით შექმნილი რელიგიურ ასპექტში საქართველოში. ძალიან ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის ნომერ პირველი ამოცანა დღესდღეობით, იმიტომ რომ მართლმადიდებლობას გარდა ამისა, რომ ის არ იჩვენს ფესვებში, მას დაცვა სჭირდება. ორმხრივია ეს პროცესი. ეს ორმხრივი პროცესი. მადლი რომ მიიღო, შენ მადლის მიმღები უნდა იყო. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ჩვენი წმინდა პატრიარქის უკვდავის სული და ელოცოს მას ზეციური საქართველოდან რომ გაბწყინებული საქართველო დაენახოს ზეციური საქართველოდან. ჩვენ კიდე აქ მოვსწრებოდით ამას. ახლა რა შეეხო ჩვენს თემას. ძალზედ რთული ვითარებაა შექმნილი, თქვენ მართალი თქვით, რომ წავიდა ნადირობა ფაქტიურად ერთმანეთის სულიერ ლიდერებზე, ერთმანეთის პოლიტიკური ხელმძღვანელებზე და ამან მიიღო რელიგიური დაპირისპირების ნიშნები. ესე გარდა იმისა, რომ ჩვენ თვალს ვადევნებდით თუ როგორ უმოწყალოდ ნადგურდება ინფრასტრუქტურა, ხო? როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან ჩვენ დავინახეთ, რომ გაჩნდა რელიგიური დაპირისპირების ნიშნები, რაც ძალიან რთულ მომენტს უსვავს ხაზს. ორმხრივად გაჩნდა ეს. მარტო ირანი არის ამბობს უკვე სიკვდილი ამერიკას და სიკვდილი ისრაელს. გესმით რა შეასაქმე. არც ერთი მხარე უკვე თვანზე უკეთესი არ არის ზნეობრივი თვალსაზრისით. ხო, აი ესეა და ბოლოს აღმაშფოთებელი იყო ნეტანიაჰუს განცხადება, როდესაც მან სიტყვასიტყვით ესეთი ფრაზა გააჟღერა თავისი ბაგეებიდან, რომ იესო ქრისტე არ არის უპირატესი ჩინგის ხანზე. გესმით ეს რა არის? მე საერთოდ ვერ ვიგებ რა შესაჭირდა ეს. ეს არის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა პირველ რიგში ქრისტიანების, ხო? ვინ კათოლიკე იესო ქრისტე რა საინტერესოა რა სისხლის დინარები და აი ეს არის ნაწილი იმ ასე ვთქვათ ომის გამართლების პოლიტიკური საფუძვლებისა, რომელიც ძალიან საშიში თამაშის ნიშნებს იღებს. ძალიან საშიში თამაშის ნიშნებს იღებს და როდესაც გაჩნდა ესეთი განცხადებები პოლიტიკური და ეს სხვათა შორის ნეტანიაჰუს სანამ გააჟღერებდა, საუბარები იყო ალაქსის მეჩეთის ადგილზე სოლომონის მესამე ტაძრის მშენებლობის შესახებ. ამ განცხადებებს ვინ აკეთებდა, ხო ვერ მეტყვით. თავდაცვის მინისტრი პიტ ჰექსეტი რა გარდა რახელი აქვს ტაძრის მშენებლობასთან. არა, პიტ ჰექსეტი და სხვააც კიდე ბევრი ამერიკელი მაღალჩინოსანი, ხო?
გარდა ამისა, ჩვენ თვალს ვადევნებთ თუ როგორ ასაღებს ორივე მხარე თავის გამარჯვებად ამა თუ იმ ასე ვთქვათ ოპერაციის შემდეგ მიღებულ შედეგებს. ლიკვიდაციას ადამიანების ლიკვიდაციას, ინფრასტრუქტურის განადგურებას, მოსპობას, ხო? აი ბოლო 2 დღის განმავლობაში ქალბატონო ნინო ესე იგი ისეთი დარტყმა იქნა მიყენებული ჯერ ამერიკული და ისრაელის კოალიციის მიერ სამხრეთ ფარში გასაცავებზე და გაზაფხულობებზე საბადოებზე რომ ეს არის 7% მინდა გითხრათ სოფლიო გაზმობების და პლუს კიდევ ანალოგიურად უკვე ირანის მხრიდან დარტყმები იგივე კატარში, სადაც ფაქტიურად სოფლიო გაზის აემოცილობის 20% იქნა განადგურებული, მათ აღდგენას ხო წლები დაჭირდება. მათ აღდგენას და აი ამ ინფრასტრუქტურის ხელახალ აღდგენას დაჭირდება ძალიან დიდი და კოლოსალური თანხები, რომლის საგანაც იცლება არაბული ქვეყნები, მინდა გითხრათ. იმიტომ რომ მთელი არაბული კაპიტალი ამ შემთხვევაში ეძებს უსაფრთხო ადგილებს და ისინი უკვე ფიქრობენ როგორ გადაიტანონ თავიანთი კაპიტალი სხვა ქვეყნებში. ხო? ამ შემთხვევაში ვინ იგებს, მოდი ვთქვათ ეს. იგებს რა თქმა უნდა შეერთებული შტატები. თავისით, იმიტომ რომ მთელი ეს ფინანსური რესურსები აღმოჩნდება მისი კონტროლის ქვეშ, ისე როგორც მთელი ნავთობრესურსების ძირითადი, ასე ვთქვათ, მომპოვებელი ადგილებიც მისი კონტროლის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს, ხო? არა სრულად, არამედ გარკვეული მისი რაოდენობა და ეს შეიძლება იყოს მსოფლიო ნავთობის დაახლოებით 40%, მინდა გითხრათ. ამიტომ მიდის გააფრთებული ბრძოლა ორმუზის სრუტეში იმისათვის, რომ აი ამ გავლენის შენარჩუნება შეძლოს შეერთებულ მასშტაბებში. 5000 ქვეითი გადასხავა. ხო, იმიტომ რომ ჯერ კიდევ დაახლოებით 80-იანი წლების ბოლოს შეერთებული შტატების ასე ვთქვათ ექსპერტებმა დადეს დასკვნა, რომ რესურსი, რომელსაც ნავთობრესურსებზეა საუბარი, ენერგეტიკული რესურსები შეერთებულ შტატებს ეყოფოდა დაახლოებით 25 წლის განმავლობაში. მე ვიცახი ძირითადია ესეთი, რომელიც მისთვის იქნებოდა და მის ეკონომიკის განვითარებისთვის იქნებოდა საჭირო. ეს მათი საჭიროებიდან გამომდინარე მოხდა ეს ყველაფერი, რაც დაიწყო და რაც ხდება დღეს ახლო მოსავლეთში. და ბუნებრივია რომ აი ეს განადგურება აი ამ ინფრასტრუქტურის და მათ შორის შეერთებული შტატების ინფრასტრუქტურაზეც მინდა გავამახვილო ყურადღება, იმიტომ რომ უდიდესი ზარალი მიიღო შეერთებულმა შტატებმა ბაზების განადგურებით? არა მარტო ბაზების განადგურებით, არამედ სხვა ინფრასტრუქტურის, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის კომპანიების, ხო, ეს ძირითადად ამერიკული კომპანიები იყვნენ იქ, არაბული კომპანიები ოპერირებდნენ, ხო, და ისინიც განიცდიდნენ უდიდეს და კოლოსალურ ზიანს ამ მხრივ. ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით დღეს ეს ზიანი შეადგენს დაახლოებით 20 მილიარდ ამერიკულ დოლარს. და ფაქტიურად ეს ომი აი ამ ხნის განმავლობაში, ხო, ეს ვიზახი მარტო ზიანს. ის შეერთებულ შტატებს უჩნდება დაახლოებით 4-დან დაუჩნდა უკვე აი ამ ხნის განმავლობაში 4-დან 5 მილიარდ დოლარამდე. რაც დაიწყო მას მერე, ხო? ესეც რეალური, ასე ვთქვათ, ციფრებია, რომელიც ეკმობა Fox News-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს ბოლო პერიოდში. და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც შეერთებულ შტატებს უკავშირდება, ხო? შეერთებულ შტატებშიც გაჩნდა აი ამ ომის საწინააღმდეგო, ასე ვთქვათ, ომის საწინააღმდეგო განწყობები, ოპოზიციური განწყობები, მინდა ვთქვა და როდესაც ეს ჩნდება უშუალოდ უკვე შიგ ადმინისტრაციაში, ხო, შეერთებული შტატების ადმინისტრაციაში, ეს მიანიშნებს გარკვეულ პოლიტიკური კრიზისის არსებობაზე თვითონ შეერთებული შტატების ხელმძღვანელობაში. მე
შემთხვევით არ მithქვია ეს წინადადება ახლა რაც ახლა თქვი და უგულისხმობ ჯო კენტის გადადგომის თემას, რომელიც დაკავშირებული იყო კი ბატონო და რო ვიცოდოთ ვინ არის ეს ჯო კენტი, ხო? ჯო კენტი გახლავთ ერთ-ერთი უთვალსაჩინო ეს მოღვაწე ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს CIA-ს, როგორც ეს ჩვენ აკაცუკებს უყვართ მათ იმას რა ქვია მათი ტერმინოლოგიით ვიტყვი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს სერიოზული წარმომადგენელი გახდა და მას არაერთ ოპერაციაში მიუღია მონაწილეობა მათ შორის აღმოსავლეთში და შესანიშნავად ფლობდა ინფორმაციას იმის შესახებ რომ წარმოადგენდა თუ არა ირანის საფრთხეს, ნამდვილად წარმოადგენდა თუ არა ირანის საფრთხეს შეერთებული შტატებისთვის. ის ხას უსვამდა, რომ შეერთებული შტატები იქნა ჩათრეული ამ ომში ზუსტად ისრაელის ხელისუფლების მიერ. ხას უსვამდა ამას და ესეთი განცხადებები ჩვეულებრივ სახელმწიფო დონეზე, ხო? და ესეთი გადადგომები არ არის შემთხვევითი, მინდა გითხრათ რა. ეს შეიძლება იყოს შეთანხმებული გადადგომაც. მიუხედავად იმისა, რომ გამოაცხადეს, რომ FBI ასე ვთქვათ, იწყებს მის სამართლებრივ დევნას, ხო? ამაზე იყო საუბარი. შეთანხმებული იმ პოლიტიკურ კულუარებთან, რომლებიც ცდილობენ დღეს შეერთებული შტატები აი ამ ავანტიურული საქმიანობიდან გამოვიდეს. იმიტომ რომ თუ შევხედავთ ჩვენ ფასებს, როგორ ავარდა ნავთობზე ფასები 113 ბარელი ნავთობი $113 გახდა გესმით და ეს არ არის მინიმუმი ის გაიზრდება თუ ეს პროცესი გაიჭიმება დიდხანს კიდევ ხო და ამიტომ ვფიქრობ მე რომ კრიზისი როგორც ასეთი გარდა იმისა რომ ევროპაში დადგება აბსოლუტურად კრიზისი იმიტომ რომ თხევად გაზზე ბევრად იყო დამოკიდებული და ეს კუვეიტში დაარტყმები ფაქტიურად იყო მიმართული აქედან რომ ევროპა დარჩენილი იყო ასე ვთქვათ ენერგორესურსების გარეშე ხო და თუ ამას გავაანალიზებთ სრულად ხო და ნახავთ ვინ რასარგებელი შეიძლება აქედან მიიღოს ხო პირველ რიგში შევხედავთ რომ რუსეთი გებულობს კოლოსალურ მოგებას დღესდღეობით მაგრამ რუსეთი როგორ იქცევა იცით ის არ მოატებს ფასებს თავისი პარტნიორებისთვის იმას რა ქვია ნავთობზე და გაზზე არ ამატებს ფასებს ანუ ძველი თანხებით ვაჭრობს ჩინეთთან ისევ დღესდღეობით და რო ვიცოდეთ რა რაოდენობის გაზს აწუხებს დღესდღეობით იმას რა ქვია ჩინეთს ეს არის დაახლოებით 20 მილიარდი კუბური მეტრი წელიწადში და იყო საუბარი და ახლა მიმდინარეობს შენ ევროპა რომ ეს გაზით მომარაგება ჩინეთის გაიზარდოს 50 მილიარდ კუბურ მეტრამდე ესე იგი ფაქტიურად ამით ჩინეთი სრულად დამოკიდებული ენერგეტიკულად არის რუსეთზე და მისი პრობლემებიდან გამომდინარე რაც ახლა ირანში შეიქმნა ხო მისი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა დადგა დიდი საშიშროების ქვეშ. ხო, სხვათა შორის აი ეს მომენტი, როდესაც ჩინეთს იყო დამორჩილებული რუსეთი, აი ამ მოვლენები, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მიდის და უკავშირდება მათ შორის ენერგო მატარებლების კრიზისს და მათზე ფასის მატებას, რუსეთს საშუალება მისცა, რომ ჩინეთი კიდეც მოიმადლიეროს და კიდეც დაიმორჩილოს, დაიქვემდებაროს კი ბატონო. და რეკლამის გამო ჩვენ მცირე ხნით უნდა შევწყდეთ გადაცემა, ჩვენ მალე დავბრუნდებით და ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში კოტე ფორჩხიძე ბატონო კოტე ფაქტობრივად გამოვიდა რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აი ამ დარტყმით არა მხოლოდ თავისი თავი ჩააყენა ეკონომიკურად მომგებიან მდგომარეობაში ეკონომიკო-პოლიტიკურად არამედ ასევე რუსეთით ეს შემთხვევით გამოვიდა არ გამოვიდა შემთხვევით ეს გამოვიდა იმ გაუაზრებელი ნაბიჯების გამო რომელიც შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ გადადგა სხვათა შორის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსთან და სპეცსამსახურებთან მიწოდებდა პენტაგონიდან მიწოდებული ინფორმაციების იგნორირების ხარჯზე. ეს იყო შედეგი ზუსტად ამისი. ამის აღიარება ადმინისტრაციას არ სურს მართალია, მაგრამ ბუნებრივია ის წრეები, რომლებიც გამოთქვამენ უკმაყოფილებას, ზუსტად ამით არის გამოფენა. და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა გამახსენდა ახლა და ვიტყვი, რომ აი ამ ომის პერიოდში ხო რაც მცირე პერიოდია, აბსოლუტურად დიდი დანახარჯი აქვს თავის არაგეტო რესურსის ამერიკის შეერთებულ შტატებს. ყოველთვის მიუთითებდა, რომ შეიძლება დაელიოს. პენტაგონმა მოითხოვა 200
მილიარდის შეკვეთაზე თანხების გამოყოფა შეერთებული შტატების ადმინისტრაციისაგან და იმ კომპანიებმა სამხედრო სამრეწველო კომპლექსის შეერთებული შტატების, ვინც დაკავშირებული არიან პენტაგონთან. მე მხედველობაში მაქვს Martin Electronic Florida, Orion Strategy, General Dynamics, Armstead და ის წარმოებელი და Lockheed Martin ხო, ეს ყველაზე დიდი კომპანიები, რომლებიც ფაქტიურად ამარაგებენ და არიან კვალიფიცირდებიან ზუსტად აი ამ მიმართულებით სარაკეტო წარმოებისა და აი ამ ელექტრონიკის დანერგვით იმაში შეერაღებულ ძალებში. ამიტომ პენტაგონის ეს მოთხოვნაც ეს როგორია, იცით, ახლა სახელმწიფო ბიუჯეტი შეერთებულ შტატებში დგება წლის დასაწყისში, ხო და ის გათვალისწინებულია აბსოლუტურად ყველა თანხები გაწერილია და ეს 200 მილიარდი საიდან მოიტანოს ახლა იმ შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ ეს გახდა დიდი ასე ვთქვათ დიდი პრობლემა, რომლის გადაწყვეტაც რაღაცის ხარჯზე მოუწევს შეერთებული შტატების ადმინისტრაციას, რომ გადაწყვეტოს ეს პრობლემა, იმიტომ რომ აუცილებლობა დადგა უკვე, იმიტომ რომ შეერთებული შტატების თავდაცვის უნარიანობას ექნება უკვე ამით საფრთხე. ეს მეტრაში ესა. ამიტომ ზადის რაკეტების არ არსებობა, პეტრიოტის რაკეტებზე, ასე ვთქვათ, ბევრი დანაკარგები აი ამ ომში, უკვე ადმინისტრაცია ხელს იშვერს წინა ადმინისტრაციისაკენ, რომ ბაიდენის მთავრობის გაუაზრებელი პოლიტიკის გამო, იმისათვის რომ ჩვენ უკრაინაში ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, ის დავხარჯეთ და რაღაცა შეიქმნა ეს კრიზისი. და ვის აძლევს ეს ხელს პირველ რიგში, ხო? აძლევს შეერთებული შტატების არაკეთილმოსურნე ასე ვთქვათ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ნელ-ნელა იძენს ეს სახელმწიფოს ასე ვთქვათ იმას რა ქვია კონტურებს. მე მხედველობაში მაქვს რუსეთი ამ შემთხვევაში და რუსეთ-ჩინეთის ალიანსი, ხო? ხოთაშორის ბატონო, მე როგორც გავიგე ესეთ ინფორმაცია, რომ ერთია რომ არ აქვთ რაკეტების სიმწირე და შემდეგ თვითონ წარმოების სიხშირე ძალიან დაბალია. კი ბატონო, წარმოების სიხშირე ძალიან დაბალია, ფასი ძალიან დიდია. აი ამ იმისი რა ქვია, თვითონ ამ რაკეტების და ბრძოლა კაპიკებად ბჭყალებში ხო ღირებულ დრონებთან, რომლის წარმოებაც მასიურად შესაძლებელია. არის ეკონომიურად გაუმართლებელი ფაქტიურად, ხო? და ეს შეერთებული შტატების ანალიტიკოსები ამას ხას უსვამენ დღესდღეობით და ამახვილებენ ყურადღებას თუ რა პრობლემები შეიძლება გაჩნდეს კიდევ აი ამ ომის გაგრძელების შემთხვევაში ლოჯისტიკის თვალსაზრისით იგივე შეერთებული შტატებისთვის. მე ვფიქრობ, რომ ძალიან რთული ეს უფრო გაღრმავდება ეს პროცესი სერიოზულად, იმიტომ რომ დიდი ხნის განმავლობაში ბევრი ქვეყანა ჩაერთვება. ბევრი ქვეყანა არ ამგონია რომ ასე ჩაერთოს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ცდილობენ რაც შეიძლება მაქსიმალური ქაოსი შემოიტანონ და ეს უკვე ჩანს. იმისათვის რომ შემდგომ ამ ომიდან გამოსვლაში ისრაელმა და პირველ რიგში ისრაელმა იფიქროს, რომ აი მთელი მუსულმანური სამყარო ჩემ წინააღმდეგ წამოვიდა და მე რა უნდა მექნა და ასე შემდეგ, ხო ვერ მოვერეოდი და რაღაცა ესეთი ვარიანტის ტიცკი განიხილება დღესდღეობით იმაში რა ქვია ისრაელის მაღალ პოლიტიკურ ეშელონებში. ბუნებრივია, მასაც ყავს თავისი ოპოზიცია, საკმაოდ სერიოზული ოპოზიცია ისრაელში და ისინი წხვდებიან, რომ აი ამ გაუაზრებელი თამაშის წამოწყებით, ხო, გაუაზრებელი მოქმედებებით ისინი მათ მიაღწიეს ერთ შედეგს, რომ ფაქტიურად გააერთიანეს მუსლიმური სამყაროს ეს გაყოფილი შიიტებად და სუნიტებად დაყოფილი და კიდე სხვადასხვა კონფესიებად დაყოფილი მუსლიმური სამყარო და თუ ეს კიდევ გაგრძელდა ესე და ნეტანიაჰუმ გააგრძელა თავისი მოქმედებები, ისინი მიიღებენ გაერთიანებულ მუსლიმურ ჯიხადს, მინდა ვთქვა. და მე თამამად ვამბობ ამას, რომ ესე იქნება, მინდა გითხრათ. ესე იქნება იქიდან გამომდინარე, რომ არავის არ სურს დღეს არაბულ ქვეყნებში, რომ
ფაქტიურად ის რასაც ისინი მიეჩვიენ ამ 30 წლის განმავლობაში კარგ ცხოვრებას და რაღაცას უცებ ერთი ხელის მოსმით გახდეს უდაბნო გესმით ცხელი უდაბნო როგორიც იყო. ბატონო კოტე, მე მრჩება ასეთი დაბეჭდილება თუ ნამდვილად ასეა თუ ბათ მე ინფორმაცია არ მაქვს. მე ჩვენება რომ ეს არაბული სამყარო, რომლის ტერიტორიაზეც ირანი ბომბავს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებს და ასევე ამ ტერიტორიებზე არსებულ ენერგო ობიექტებს, ჯეროვანი აგრესიიდან ჯეროვან პასუხს არცემენ ირანს. თუ მე არ მოდი ვთქვათ არაბულ სამყაროში. მაშინ რა საჭიროა იქ ამერიკული ბაზები თუ ის ბაზები ვერ დაიცავს ამ სახელმწიფოს? აღარ არის ამერიკული ბაზები. იმის აღდგენას ამერიკის შეერთებული შტატები წლების განმავლობაში აშენებდა თავის ინფრასტრუქტურას. დაახლოებით 17-მდე სამხედრო 20 ერთეულამდე სამხედრო ბაზა აქვს მოსავლეთი კი ბატონო დახედე და მით უმეტეს იორდანიაში მძლავრი ხო იორდანია ძალიან პასიურია თუ მე არ მაქვს ინფორმაცია ხო იორდანია ფაქტიურად იორდანიაც გამტარის როლს ასრულებს ფაქტიურად 12 დღიანი ომის დროს უფრო აქტიური იყო კი რა თქმა უნდა იმიტომ რომ იორდანიას უფრო სხვა ტვირთვა აქვს იმიტომ რომ ის ნაკლებად არის ნავთობწარმოებელი ქვეყანა და მისთვის სამიზნე ნაკლებად არის ამიტომ სამიზნეც ნაკლებად არის. და მე ვფიქრობ, რომ აი ამ პროცესში, რომელიც ძალიან რთული პროცესია, საბოლოო ჯამში ხო ეს მიიყვანს ახლო აღმოსავლეთ ძალიან რთულ მდგომარეობამდე, ცხელ მდგომარეობამდე. რომელიც კარგ ახანს შეიძლება გასტანოს ამან და თუ მშვიდობა იქ დასადგურდა ხო ამის აღდგენას დაჭირდება წლები მინდა გითხრათ შეიძლება 10 წლებიც კი რაც ნადგურდება იქ პრინციპში ხო ეს ნავთობ გადამამუშავებელი ეს კომბინატები და ხო უნებრივია მაგის აღდგენას მე ხელახალმის ექსპლუატაციას იქ ჭირდება დიდი ფინანსური რესურსები დაჭირდება ამას ამის შემდგომ ექსპლუატაციაში მანამ დარჩება გარკვეული პერიოდი და ქვეყნები რომლებიც დღეს არიან ნავთობმოპოვებელი ისინი მიიღებენ მაქსიმალურ სარგებლობას აი დღევანდელი სიტუაციისგან გამომდინარე მაქსიმალურ სარგებლობას იღებენ შუა აზიის ქვეყნების ნავთობის ტრანსპორტირება ხდება და აზერბაიჯანი და რუსეთის შესაბამისად ხო? დიახ. რუსეთის შესაბამისად მათ აწყობთ ესეთი ფასი შენარჩუნება და რაც შეიძლება მაქსიმალურად დამოკიდებულება. რაც შეეხება ევროპას, ევროპის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე ამ სიტუაციაში. პირველ რიგში ენერგეტიკული თვალსაზრისით, იმიტომ რომ მათი წარმოებები პრაქტიკულად რომელიც დამოკიდებული იყო იაფგაზზე, ხო? იქნა შეჩერების და ასე ვთქვათ ისეთ პერიოდში გადაყვანილი, რომელიც მათ ემუქრებათ საერთოდ სხვა ქვეყანაში გადატანის, ან შეერთებულ შტატებში, ან ისეთ ადგილებში, სადაც შესაძლებელი იქნება მათთვის აი ამ წარმოების პროცესის განახლება და ბიზნესის წარმოება. ამას ხვდებიან და ამას პირველ რიგში მიხვდნენ აღმოსავლეთ ევროპის ორი ქვეყანა, მინდა გითხრათ, პირველ რიგში ურბანი და მეორე რიგში ფიცო, იმიტომ რომ მათ აიღეს და დაურიგეს პირდაპირ იმას, რა ქვია, რუსეთის პრეზიდენტს და ფაქტიურად თავიანთი თემატიკა აი ამ მე ვიცახი ენერგეტიკული რესურსებით უზრუნველყოფისა გაჩნდა. იქ გაჩნდა კიდევ საჭიროება, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ესპანელების პოზიციაც მინდა გითხრათ რა, იმიტომ რომ ესპანეთის დამოკიდებულება თვითონ აღმოსავლეთ ევროპის აი ქვეყნების და მათ შორის ნატოს ქვეყნები არიან ესენი. ხო, ნატოს ქვეყნები არიან. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ სერიოზული კრიზისია ნატოში შექმნილი და ფაქტიურად ნატო როგორც ასეთი მე ვამბობ ეს ჩემი აზრია, ის აღარ არსებობს იმ სახით, რა სახითაც ის არსებობდა. ის არის ფაქტიურად უკვე ქაღალდზე დარჩენილი, იმიტომ რომ ის რეაგირებები რაც უნდა მომხდარიყო ნატოს წევრი ქვეყნა და ტრამპიც ამაზე ამახვილებს ხოთა შორის და უკვე ნატოს ქვეყნებს თითს უქნევს იმის გამო რომ თქვენ არ შეასრულეთ ის რა ქვია თქვენი ვალდებულებები გათვალისწინებული ნატოს ის 5%-იც არ გადაუხდია ჯერ არ არის ხო არ გადაუხდია და არც გადაიხდიან ვერც გადაიხდიან ამ ეკონომიკის საერთო ენერგეტიკული და ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე მათ ამის საშუალება ნამდვილად დღესდღეობით არ აქვს 5%-იანი
თავიანთი ესეთი მთლიანი შიდა პროდუქტის 5% მიმართონ იმაზე შეერაღებული ძალების განვითარებაზე და იმას რასაც ისინი ამბობდნენ რომ ჩვენ 800 მილიარდს გამოვყოფთ რომ შევქნათ ერთიანი ისა რა ქვია არმია და ამისთვის საიდან უნდა მოიტანონ ის 800 მილიარდი ხო ვერ მეტყვით ხო ეს ფაქტიურად ეს ფულიც არ არსებობს და ამავე დროს უკრაინას რომელიც ძალიან რთულ ვითარებაში ამ შემთხვევაში უკრაინაში უკვე ეს იგრძნობა უკვე ფრონტზეც მინდა გითხრათ რუსეთის შეერაღებული ძალები აწარმოებენ ძალიან მძლავრ დარტყმას სამხრეთის მიმართულებით და ფაქტიურად შესაძლებელია დონბასის სრულიად გაათავისუფლება დონბასის განთავისუფლებაზე უკვე საუბარი აღარ არის საუბარი შეიძლება იყოს თლიანად ზღვიდან მოწყვეტაზე უკრაინისთვის რაც უკრაინელი ხალხისთვის იქნება ძალიან მძიმე დარტყმა მინდა გითხრა და მისი სახელმწიფოებისთვის იქნება მძიმე დარტყმა რაც მეტად ისინი გააგრძელებენ აი ამ უთავბოლო ომს ხო აი მონსტრთან რასაც რუსეთი ქვია ბუნებრივია საბოლოო ჯამში დამარცხებული აღმოჩნდებიან და შეიძლება მათ სახელმწიფოებრიობასაც საერთოდ კი წერტილიც კი დაესვას საბოლოო ჯამში დროზე თუ არ შეჩერდა იქ ეს კონფლიქტის აქტიური ფაზა და გითხრათ და ბატონკოტე აქ აისულიყო ლაპარაკი რომ რუსეთს შეგვინდა პრობლემებს მეორე ფრონტის გახსნა ირანზე თავდასხმა ეს ფაქტობრივად ნებაყოფლობითი მეორე ფრონტის გახსნა იყო დასავლეთისთვის არა რომელიც უკვე ებრძაიან ხო რა და მეორე ფრონტია ეს იგი რომ ხა რუსეთი არაპირდაპირად არის ჩართული ამაში ხო მათ ეგონათ რომ ამით მაგრამ დასავლეთის ხო ჩართულია ხო მათ არ იცით რა არის ეს არის ეგრეთ წოდებული მათთვისაც მეორე ფრონტია ეს იყო მათი სპეცსამსახურების პრაკოლი მინდა გითხრათ რა იაღლიში ხო მეძახი დასავლეთ სპეცსამსახურების პრაკოლი რატომ იმიტომ რომ მათ არ იცოდნენ და ვერ შეაფასეს ირანის სამხედრო ტექნიკური პოტენციალი ვერ შეაფასეს და იმკიან ზუსტად აი ამ შედეგებს დღესდღეობით. მათ ეგონათ რომ ირანის ხელისუფლების ასე ვთქვათ ჩამოცილებით, მართველი ეშელონის ჩამოცილებით ხო და დახოცვითაც მიაღწევდნენ თავიანთ შედეგს, მაგრამ ესე არ მოხდა. ეს არ არის ლიბია, ეს არ ირანი არ არის ლიბია და არც აფრიკის არაბული ქვეყნები მინდა გითხრათ, და არც არაბული გაზაფხული არ გავრცელდებოდა ირანზე ვერანაირად. იმიტომ რომ ეს არის სრულიად სხვა მოწყობის სახელმწიფო თეოკრატიული სახელმწიფო ფაქტიურად ხო რომელზედაც არის დაფუძნებული მთელი სახელმწიფოებრიობა. აი ეს არის და ეს მეტი არაფერი. ბატონკოტე ძალიან დიდი მადლობა სამწუხაროდ დღეს ცოტა ეს ადრე მოგვიწევს დასრულება 5 წუთი ჩამოგვეჭრა ძალიან დიდი მადლობა მაყურებელსა და მსმენელს მე გემშვიდობებით თქვენ და ჩვენ შეხვდებით სხვა კვირას 12 საათზე ძალიან საინტერესო ეთერი გელით ნახვამდის.